ძალიან ხშირად ეს ორი განმარტება ერთმანეთში ერევათ. დავიწყოთ იქიდან რა არის HIV. HIV ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. ადამიანის ნიშნავს, რომ ეს ემართება მხოლოდ ადამიანს. იმუნოდეფიციტის თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ ეს იმუნიტეტთან არის კავშირში და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. და ვირუსი ეს არის გამომწვევი. არსებობს სხვადასხვა გამომწვევები დაავადების, ინფექციური დაავადებების, ესენი არიან ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვირუსთან. მარსადამე HIV ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. HIV იწვევს დაავადებას, რომელსაც ჰქვია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, ანუ HIV ინფექცია. ძალიან ხშირად HIV ინფექციას და შიდს ერთმანეთს ურევენ. ადამიანი დაავადების პირველივე დღიდან არის HIV ინფიცირებული და რჩება სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს სამკურნალო საშუალება, რომ მთლიანად განდევნის ვირუსს ორგანიზმიდან, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე რჩება HIV ინფიცირებულად. შიდსი კი არის ამ HIV ინფიცირებულობის ბოლო სტადია. შიდსი იშიფრება როგორც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. ანუ ეს არის უკვე დაავადება მთელი თავისი გამოვლინებით და მთელი თავისი სიმპტომებით. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, HIV ინფიცირებული და შიდსიანი ავადმყოფი ერთი და იგივე არ არის. HIV ინფიცირება იწყება დაავადების ინფიცირების პირველივე დღიდანვე და გრძელდება მთელი ცხოვრება, ხოლო შიდსი არის HIV ინფიცირებულობის ბოლო ტერმინალური სტადია. განსხვავებით ბევრი სხვა დაავადებისაგან, ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ ხდება ამ დაავადების გადაცემა. ანუ ზუსტად ვიცით ის გზები, როგორ შეიძლება ეს ერთი ადამიანიდან გადაეცეს მეორე ადამიანს. არსებობს მარტივად რომ ვთქვათ და დავყოთ გადაცემის 3 გზა. ეს არის ინფიცირებული სისხლით, ანუ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანს შეიძლება გადაეცეს სისხლით სისხლთან კონტაქტში. რა იგულისხმება სისხლის მიერ გზაში? ეს არის შეუმოწმებელი სისხლის გადასხმა, ანუ ინფიცირებული სისხლის გადასხმა. ეს არის არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება. იქნება ეს ქირურგიულ პრაქტიკაში, იქნება ეს კოსმეტოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ტატუირების დროს თუ სხვა. ასევე სისხლის მიერ გზაში გადის ეგრეთ წოდებული ზიარი ინსტრუმენტების, ზიარი შპრიცის ან ზიარი ჭურჭლის გამოყენება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დროს. ასე რომ ყველა ის გზა, რომელიც სისხლთან დაკავშირებული, ანუ სისხლით ხდება ინფექციის გადაცემა, შეიძლება გავიყვანოთ HIV ინფიცირების გადაცემის სისხლის მიერ გზაში. ეს არის ერთი გზა, როგორც მოგახსენეთ. მეორე გზა ეს არის სქესობრივი გზით გადაცემა. ანუ ლაპარაკია დაუცველ სქესობრივ კავშირზე. ანუ კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ, უპრეზერვატივო, ანუ უკონდომოდ განხორციელებულ სქესობრივ კავშირზე. და აქვე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ HIV ინფექცია შიდსი შეიძლება გადაეცეს დაუცველი სქესობრივი კავშირით. მნიშვნელობა არ აქვს სქესობრივი კავშირის სახეს, ანუ ის გადაეცემა ანალური სქესობრივი კავშირით, ვაგინალური სქესობრივი კავშირით, ორალური, ანუ ყველა სახის სქესობრივი კონტაქტი. თუ ეს არის დაუცველი, შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან, HIV ინფიცირებული ადამიანიდან, ვირუსი შეიძლება გადაეცეს მეორე ადამიანს. ეს არის როგორც ვთქვით მეორე გზა ინფექციის გადაცემის. და არის კიდევ მესამე გზა ორსული დედიდან შვილზე. თუ ორსული ქალი არის HIV ინფიცირებული. ამ შემთხვევაში მან შეიძლება თავის ნაყოფს გადაცეს ინფექცია, HIV ვირუსი, ორსულობის პერიოდში თვითონ, შესაძლებელია გადაცეს მშობიარობის პროცესში, ან ძუძუთი კვების შემთხვევაში. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს HIV ინფექციის გადაცემის 3 გზა, ეს არის ინფიცირებული სისხლით, დაუცველი სქესობრივი კავშირით და ორსული დედიდან შვილზე. სხვა გზა HIV-ის გადაცემის არ არსებობს. HIV არ გადაეცემა არც ხელის ჩამორთმევით, არც მოხვევით, არც კოცნით, არც ურთიერთობით, არც საუბრით, არც საერთო ტრანსპორტში მგზავრობით, არც საერთო ჭურჭლის ლაპარაკია საჭმელი ჭურჭლის გამოყენებაზე, არც საერთო თეთრეულით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასვენოთ, რომ HIV ინფიცირებულ ადამიანთან მეგობრობა, ურთიერთობა, სწავლა მასთან ერთად, ან მუშაობა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მეორე ჯანმრთელი ადამიანისათვის. თუ ვიღებთ მსოფლიო სტატისტიკას დღესდღეობით,
30 მილიონ ადამიანზე მეტი ინფიცირებულია HIV ინფექცია შიდსით. ეხლა რა მდგომარეობაა საქართველოში? საქართველოში ბოლო მონაცემებით 2011 წლის 17 თებერვლის მონაცემებით დარეგისტრირებულია ოფიციალურად 2735 HIV ინფიცირების შემთხვევა. ხშირად სვამენ კითხვას, ბევრია ეს თუ ცოტაა. თუ ავიღებთ პროცენტულ მაჩვენებელს და თუ ავიღებთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მონაცემებს, სტატისტიკურ მონაცემებს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან სიტუაცია არც თუ ისე ცუდად არის. მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, რადგან ყოველწლიურად საქართველოში აღინიშნება HIV ინფექცია შიდსის ახალი შემთხვევების მყარი მატება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და დამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ეხლა ამ 2735 შემთხვევაზე, როდესაც საუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები, ანუ ადამიანები, რომლებსაც გაიკეთეს ანალიზი და მიიღეს პასუხი. რასაკვირველია, შეუძლებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიაროს ანალიზი და ამიტომ რასაკვირველია ეს რიცხვი რეალობაში გაცილებით მეტია. ყველა ქვეყნისათვის შემუშავებულია თავისი ინდექსები ექსპერტების მიერ, რაც საშუალებას იძლევა რეალური ციფრის, ანუ სავარაუდო რიცხვის მიღებას, ანუ მთლიანად საქართველოში რამდენი ინფიცირებულია. და ასეთ რიცხვად საქართველოში მიღებულია 4000. ითვლება, რომ სავარაუდო რიცხვი HIV ინფიცირებულობისა საქართველოში დღესდღეობით არის 4000. აქედან უმეტესობა არიან მამაკაცები და აბსოლუტური უმრავლესობის ასაკი არის 25-დან 40 წლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ HIV ინფიცირებულები არიან ადამიანები, ასე ვთქვათ, თავიანთი გაფურჩხვნის ასაკში, იქნება ეს რეპროდუქციული გაფურჩხვნის თუ კარიერული აღმასვლის ასაკში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და გქონდეს ინფორმაცია HIV ინფექცია შიდსის შესახებ.